ცესკოს პირველადი მონაცემებით შესაძლოა არჩევნების მეორე ტური აჭარის მხოლოდ 3 მუნიციპალიტეტში გაიმართოს. დანარჩენ 2 მუნიციპალიტეტში მმართველი გუნდის კანდიდატებმა 50%-იანი ბარიერი გადალახეს. მათ შორისაა ქედის მუნიციპალიტეტიც. ადგილობრივების 52%-მა ხმა კოალიცია ქართული ოცნების კანდიდატს ყოფილ გამგებელ დავით დუმბაძეს მისცა. შესაბამისად იგი უახლოეს პერიოდში მუნიციპალიტეტში დაწყებული პროგრამების განხორციელებას განაგრძობს. დავით დუმბაძე ამ მრჩევლის აქტივობით კმაყოფილია, თუმცა აღიარებს, რომ გაცილებით მაღალ შედეგებს ელოდა. მისი წინასწარი გათვლით მოქალაქეების 70%-ს არჩევანი მის სასარგებლოდ უნდა გაეკეთებინა. თუმცა მიუხედავად ამისა, გამგებლობის კანდიდატი ამ მრჩეველს მადლობას უხდის, დღეიდან მათთან შეხვედრებს და პრობლემების გაცნობას თავიდან იწყებს. არჩევნებთან შედარებით საკმაოდ აქტიური იყო. მე ველოდებოდი უფრო მეტ შედეგს. არ მეგონა რომ 68-70%-ზე ქვევით წამოვიდოდი. მაგრამ ასე გადაწყვიტა ელექტორატმა. დღეს პირველად დავიწყე გავედი მოსახლეობაში, ჩემ ამომრჩევლებს შევხვდი. მე შევკიდებული ვარ, რომ ერთი თვის განმავლობაში ყველა სოფელს ისევ ჩამოვივლი, ისევ შევისწავლი დამატებით იმ პრობლემებს, რაც მათ აწუხებთ.